აი წარმოიდგენ ხო სად ფსიქადელიკს რო იღებ და უეჭველი რო ის რამდენიმე საათი იქ უნდა გაატარო და შენ ვერ აკონტროლებ და სად მედიტაციის დროს როცა გინდა მას ჩართავ, როცა გინდა გამორთავ, როცა გინდა ახალი იდეა მოდის, როცა გინდა ძველი იდეა მოდის, აი რასაც გინდა ფლობ რა საკუთარ თავს და მართლა მაშინ ხარ ნამდვილად თავისუფალი. Absolutely. Cheers. იმედია ისმის გამარჯობა. დღეს მინდა ვისაუბრო მედიტაციებზე. რატო არსებობს ამდენარი მედიტაცია? და რაში არის საერთოდ საჭირო და რატო არის ასე პოპულარული მაგალითად? იმათვის ვინც არიცით რატოა პოპულარული, რაღაცა მაგათვის მინდა რომ მოვყო. მედიტაცია არის გაჩუმების და საკუთარ არა მარტო საკუთარ რაღაცა არსებობაზე დაკვირვების მთავარი ხელსაწყო. განსაკუთრებით დღევანდელ ამბავში, როდესაც იმდენად ძალიან ბევრი ინფორმაცია ძალიან მოკლე ვადაში არის ხელმისაწვდომი და ხელმისაწვდომი კი არა უკვე რავი ლამის ესე რაღაცები გვასხამენ ინფორმაციებს, რომ ჩვენი ტვინი იყოს მაგით დაკავებული, ანუ ჩვენი არსებობის რაღაცა ერთი ნაწილი და მხარე არის ძალიან გადატვირთული, რომ სადაც მეორე ნაწილია ის შეგრძნება, სიბრძნე, სხეულის განცდები, თუნდაც ემოციები, მერე გარემოში ყოფნა, ეს ყველაფერი არის სადღაც მეათე პლანზე გადაწეული და პირველ პლანზე არის, აი რა გავაკეთო, საქმე. თუ ეს გეცნობათ, ეს მდგომარეობა, ეს ზუსტად მაგისთვის არის ზედგამოჭრილი მედიტაცია. აღმოსავლური კულტურის დამახასიათებელი თემა არის მედიტაცია და ნიშნავს უფრო მეტად საკუთარ თავთან დაბრუნებას, არსებობასთან დაბრუნებას. აი ხარო შევადაროთ დასავლურ კულტურაში, მაგალითად ეს არის უფრო აზროვნება და რაღაცა ლოგიკურად რაღაცების მიხვედრა და ახალი იდეების და უფრო ფილოსოფია, ხო ხვდებით, ანუ აღმოსავლური და დასავლური რო შევადარო, უფრო არის რაღაცა მიზე შედეგობრივობაზე დამყარებული, აი ამას რო ვაკეთებ, მერე ეს ხდება, ამას რო ვაკეთებ, მერე რა ხდება, იქ რო შევდივარ, აი რა მარყუჟებია, რა ისენია, ეს არის დასავლური ფილოსოფია და აღმოსავლური ფილოსოფია არის ძირითადად ყოფნაზე დაფუძნებული. ხო და მედიტაცია სიამოვნებაში ისინი ამბობენ, რომ მედიტაციური მდგომარეობა არსებობს და არ ხდება მედიტაციის კეთება. მაგრამ როგორც აღნიშნეთ, დღევანდელ პერიოდში იმდენად არის გადატვირთული ჩვენი გონება და ზუსტად ის ლოგიკური ნაწილი, რაციონალური ნაწილი, რომ აი გვჭირდება, რომ ვივარჯიშოთ ყოფნაში. მედიტაციის, ანუ კლასიკური მედიტაცია, ანუ რაც არის დასაწყისი მე მგონი მედიტაციების და მერე რაც ამაზე არის ყველაფერი დაშენებული, არაფერი განსაკუთრებულად სპირიტუალური და რაღაცა ისეთი არ არის, ჯადოსნური, ეს არის კონცენტრაციის ვარჯიში. და კონცენტრაციის ვარჯიში ხდება mindfulness-ით. Mindfulness-ი ქვია მედიტაციას, როდესაც უბრალოდ ზიხარ და ხარ დამკვირვებელი. ეხლა რას ნიშნავს ეს? მე მგონი ბევრჯერ გსმენთ, განსაკუთრებით ეს თემები გაინტერესებთ, ან შეიძლება არ გაინტერესებთ, მაგრამ მოგხვედრიათ ყურში, რომ აი ობზერვაცია, დაკვირვება, მხოლოდ დაკვირვება და რას ნიშნავს? ჩვენ ძალიან დავყავართ ჩვენს განსჯას თავის ჭკუაზე, თავის დაკრულზე გვაცეკვებს რა, რომ აი რაღაცა ფიქრი, რაღაცა გამოცდილება მოვა და ეგრევე არის ჩართული, რომ აი ეს ცუდია, ეს კარგია, ამის უნდა შემწხვეს, ეს ასე უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო, ეს ასეთი, ანუ ეგრევე განსაზღვრებები, განსჯა, ჯარჯინგი მიდის რა. როცა აი ეს mindfulness მედიტაცია გასწავლის ზუსტად მაგ ხმის დადუმებას. უბრალოდ გაჩუმებას. ეხლა რა ხდება? არ გეგონათ, რომ თქვენი ტვინი არის თქვენს წინააღმდეგ, რომ აი თუნდაც ეს
განსაზღვრებებს რო ამატებს რა, ტვინი რო აი ეს ფიქრი ასეთია, ეს მორალურია, ეს ამორალურია, ამის უნდა მწვენოდეს, ეს უნდა მიხაროდეს რაღაცებს, ამებს რო ამატებს. არ გეგონოს რომ ეს თქვენს წინააღმდეგაა. ეს არის უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ ამაში არის გაპრაქტიკებული და გაწვრთნილი თქვენი ტვინი. და mindfulness-ის მედიტაციის დროს, როდესაც კონცენტრაციას ვავარჯიშებთ, ვავარჯიშებთ ამავდროულად აი ზუსტად მაგნაწილს ასვენებ. და ეუბნები რომ ეხლა სხვა რაღაცა მჭირდება. და მერე გონება ხდება შენი მეგობარი და არა შენი რაღაცა ანუ ხვდები უბრალოდ ისაც მეგობარი იყო უბრალოდ იხელთებ ხვდები უკვე შენ ხარ ის ვინც გადაწყვეტს რაზე გინდა რომ იფიქრო თუნდაც ან რა იდეაზე ან რავი თუნდაც ხატვაზე ან სიმღერაზე ან რაღაცაზე რომ იფიქრო და არ არის ეს ეგრეთ წოდებული ჭარბფიქრიანობა რაღაცა overthinking-ი თავისთვის ჩართული. სინამდვილეში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო ისედაც თავისთვის ჩართული. ეს იყო აბსოლუტურად იმის გამო ჩართული, რომ თქვენმა ტვინმა დაამუყამათ, რომ აი ამ რაღაცაზე ძალიან დიდხანს ჩერდებით. ძალიან მარტივია მოკეთ mindfulness-ი, იდი არის ის, რომ უბრალოდ აკვირდები, მოვა ეს ფიქრი თავისთავად განსჯა, მაგრამ შენ ამას უბრალოდ არ მიყვები და მე შენი ტვინი სწავლობს, რომ ოკეი, ანუ ამას ეს აღარ აინტერესებს. ეხლა რაღაცა ახალი იდეას შევთავაზებ. მე ეს სხვა იდეები მოდის, მე შენ ამასაც აკვირდები. მე ფიქრობს, რომ ოკეი, არც ეს არ აინტერესებს. მე შეიძლება შეგაშინოს, შეიძლება შეგარწყვინოს, შეიძლება რაღაცები ისე სხვადასხვანაირი ფიქრები გამოუშვას. ამ დროს შენ სულ აკვირდები. განსჯის გარეშე. რამდენი გაყვები ფიქრს, იმდენი მოაბრუნებ საკუთარ თავს და აკვირდებ. და ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ამის შედეგი არის, რომ შენი ფიქრი იმდენად სუფთა ხდება და იმდენად იწმინდება, რომ შენ არათუ შენ ყოფნას ხვდები აბსოლუტურად და შენ კომპლექსებს თუნდაც ან შენ ძლიერ მხარეებს, ანუ ჯერთი ხო detachment-ი გემართება მაგათთან, ანუ ხვდები რომ შენ ეს არ ხარ. ეს უბრალოდ გააქვს ეს ფიქრები, სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები. ეს უბრალოდ გააქვს. და უკვე შეგიძლია შენს გემოზე გამოიყენო, რომელიც გინდა და არათუ მხოლოდ ეგ პლუსია, არამედ ურთიერთობებში უკვე გარემოსთან ურთიერთობ სუფთად. გარემოსთან ურთიერთობ, რომ აი ხვდები უკვე, რომ ოკეი, ეს შენ არ გეხება, ძალიან, ანუ ვეღარ ტრიგერდები, თუ გატრიგერებს რამე და შენში რაღაცა გაღიზიანებას იწვევს, მაგასაც კი ისე აკვირდები, რომ ოკეი, ახლა ის გავიაროთ, ეს არ ნიშნავს ოღონდ ignore-ს და უგულებელყოფას. აი, დააკვირდით mindfulness-ის დროს მე არ ვამბობ, რომ ფიქრი არ უნდა მოვიდეს. არა. მოდის, უბრალოდ დამატებით განსჯას აღარ ვაკეთებთ რა. აი ეს ძალიან მაგარი, მოკეთ მაგ კონცენტრაციის ხარჯზე. რა ვიცი, რო გონია, რომ სიმღერა არ გამოდის, შეიძლება სიმღერა ისწავლო მაგ კონცენტრაციის ხარჯზე. ანუ წარმოიდგინეთ, როცა კონცენტრაცია იმდენად სუფთა და ძლიერია, რომ ვიღაცა რო საუბრობს, ლექციას უსმენ თუ რას უსმენ, ანუ მართლა უსმენ. ხვდებით რას ვამბობ? ანუ კითხულობ, მართლა კითხულობ. და არ გჭირდება ერთი გვერდის 7-ჯერ გადაკითხვა, რომ ვაიმე ვერ გავიაზრე, სადღაც წავიდა ჩემი გონება. ხვდებით რას ვამბობ? ანუ რაღაც ერთს აგიხსნიან, იცი. და ახსნაც არ გჭირდება, ანუ სამყაროს რო აკვირდები უკვე პროცესებს, შაბლონებს, რაღაცებს, ანუ ხედავ, კონცენტრაცია გაქვს ძალიან მაგარი და ეს არის ძალიან ხვდებით, ანუ არც თუ ისე სპირიტუალური რაღაცა, უბრალოდ კონცენტრაციის უნარის გავარჯიშება და ერთ-ერთი კლასიკა მედიტაციის და მაგ მედიტაციას თუ ფლობ და ზოგადად მე მაგ მედიტაციურ მდგომარეობაში ვარდები ზოგადად, რავი, ჩათვალე შენია რა, შენი ცხოვრება. მანამდე არ ვიცი. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მედიტაცია და ისედაც კლასიკა მედიტაცია და მაგის გარდა მინდა აღვნიშნო კიდე რომ ძალიან მიყვარს ასევე ენერგეტიკული მედიტაციები, ანუ ენერგიის დაბალანსების მედიტაცია, ენერგეტიკულ იმაზე ხა ჩაკრებზე რომ დავიწყო საუბარი, ამას კიდე ცალკე მთელის წაიღებს, მაგრამ ჩვენში არის ეს ენერგეტიკული ცენტრები, ენერგია რო გვაქვს ადამიანებს რა, ეგ და თითეული ცენტრი არის პასუხისმგებელი სხვადასხვა რაღაცაზე და ეს ძალიან კარგად ემთხვევა ასევე ხერხემალს და ნერვულ სისტემას და ორგანოებს და მოკეთ ეს ყველაფერი მიბმულია ერთმანეთს. ესეც აღმოსავლური პრაქტიკაა. ეს ჩაკრები და ენერგეტიკული ცენტრები არ არის ჯერ
არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რამე კვლევა ყოფილიყოს ჩაკრებზე, ალბათ არის, მაგრამ რაღაც ისეთი არ მომხვედრია. Mindfulness-ზე მაგალითად ვიცი, რომ არის კვლევები ამ მედიტაციაზე და ვინც ესე მედიტირებს, შფოთვის დაბალი მაჩვენებელი აქვს, ასევე უტოლდება, ეხლა ფსიქადელიკებზე უნდა თქვა ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ ეგენი შეადარეს ერთმანეთს, ვინც მედიტირებს და ვინც ფსიქადელიკს იღებს, ის მდგომარეობები თითქმის უტოლდება ერთმანეთს. ფსიქადელიკში მაინც ეს უფრო აქტიური არის, როცა ნერვული სისტემა რაღაცნაირად უკვე არსებულ გზებს აღარ იმეორებს და პოტენციალს ხსნის ძალიან დიდს. მაგას უტოლდება მთლად ეგრეთი აქტიურად არა, მაგრამ აი წარმოიდგენ ხო, სად ფსიქადელიკს რო იღებ და უეჭველი რო ის რამდენიმე საათი იქ უნდა გაატარო და შენ ვერ აკონტროლებ და სად მედიტაციის დროს როცა გინდა მას ჩართავ, როცა გინდა გამორთავ, როცა გინდა ახალი იდეა მოდის, როცა გინდა ძველი იდეა მოდის, აი რასაც გინდა ფლობ რა საკუთარ თავს და მართლა მაშინ ხარ ნამდვილად თავისუფალი. ხო, ენერგეტიკულ ცენტრებზე ძალიან საინტერესოა. ასევე ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ კლიენტებთან შინაგან ბავშვთან ურთიერთობის მედიტაციას, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიზრდებით სხეულით, ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ემოციურად რაღაც ავტომატურად ვიზრდებით. ხშირად აქვთ ხოლმე ადამიანებს შეგრძნება, რომ შინაგანად ჯერ კიდე ბავშვები არიან ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში და აი ზუსტად მაგ ბავშვობის საკუთარ ზრუნველობაში აყვანის მედიტაცია არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი და ძალიან მიყვარს. და ასევე ძალიან მიყვარს მედიტაცია, როდესაც არა მარტო ესე იგი წარსულში შეგვიძლია გადასვლა, არამედ მომავლიდან, ანუ ჩვენს მომავალ პოტენციალს რო შევხედოთ, ჩვენს ოცნებებს, ჩვენს სურვილებს და იქიდან წამოვიღოთ რესურსები, ესე ძალიან ძლიერი და კაი სასიამოვნო მედიტაციაა. და ცოტა სპირიტუალურს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს კოლექტიურ არაცნობიერში თევზაობა, მე ეგრევე ვეძახი. როცა ამას ნიკოლა ტესლა აკეთებდა, ეს თუ ვინმე მიცით ცნობდა, ზოგადად ისე ბევრი ბიზნესმენი, გამომგონებელი აკეთებს, აი ხო გაგიგიათ, რომ სიზმარში ნახა მენდელეევმა თავისი ტაბულა მაგალითად. ან მოკლედ, რო ვთქვა, არსებობს ისეთი მდგომარეობა ძილსა და ღვიძლს შორის, როდესაც ტვინი უბრალოდ სხვა ტალღებზე მუშაობს. ეს ახლა ნეირომეცნიერებამ და ნეიროფსიქოლოგიამ თვითონ ახსნას და მე აგიხსნით ცოტა სპირიტუალური კუთხით. არც თუ ისე სპირიტუალური კუთხით, პრინციპში კოლექტიური არაცნობიერი იუნგის შემოტანილი, ფსიქოანალიტიკოსის შემოტანილი ცნება. ხო და აი ამ მომენტში აი ძილსა და რო ღვიძავს და რო იძინებს, სანამ სიზმარი დაიწყება, ჯერ კიდევ როცა ცნობიერი აქტიურად იმახსოვრებს რაც ხდება. მაგრამ აი შუაში პიტერ პენში არის კიდე აი იქ შეგხვდებიო ზუსტად იქ ვიქნებიო ძილსა და ღვიძლს შორის. აი ზუსტად ეგ ეპიზოდი, ეგ მდგომარეობა გვაინტერესებს, როდესაც სიმბოლოების სახით მოდის ინფორმაცია. ეხლა თუ დაუბრუნდებით mindfulness, თუ შენი კონცენტრაცია ძალიან კარგად გავითარებული, ძალიან სუფთა არის შენი სურვილი და მიმართება, შეგიძლია ამ მედიტაციაში ხარ, რასაც ვამბობ, კოლექტიურ ცნობიერში, არაცნობიერში თევზაობაში შეხვიდე ზუსტად აი რაღაცა მოტივით, რომ აი მე მაინტერესებს ამაზე და ამაზე პასუხი. ძალიან კონკრეტულს. და კოლექტიურ არაცნობიერს, ანუ ჩვენს კოლექტივს მე შეიძლება ცალკე რაღაც არ ვიცოდი, მაგრამ კოლექტივმა ერთიანად, აი როგორც ნერვული სისტემის ერთმა უჯრედმა შეიძლება რაღაცა დიდი ცოდნა ვერ დაიტიოს, მაგრამ სისტემა საბოლოო ჯამში ადამიანს რო ქმნის თავის ცნობიერება, ძალიან ჭკვიანია, ხო? აი ზუსტად ეგრე რო შევხედოთ, ადამიანს შეიძლება ერთი ადამიანი ცალკე არ იყოს ჭკვიანი, მაგრამ მთლიანი სისტემა თუ ჩვენ ამას ჩავთვლით, რო არსებობს რო კოლექტივში რაღაც ცოდნები გვაქვს, ძალიან ჭკვიანია და ძალიან ბევრ რაღაცაზე ფლობს ინფორმაციას. ცოტა შამანურ პრაქტიკას გაცკავს და ძალიან საინტერესოა და ამ პრაქტიკის ლაითი ვერსია არის, ხო, ამას ნიკოლა ტესლა აკეთებდა ეგრე, რომ ჯდებოდა, რაც ხელში იჭერდა მაგალითად გასაღებების აცმას ან რაღაცას და იძინებდა და როგორც კი ჩაეძინებოდა, ხოლმე ვარდებოდა და ეგრევე ეღვიძებოდა და გამოქონდა იქიდან ინფორმაცია. მე პირადად ნაცადი მაქვს და ძალიან მაგარი რაღაცა მაგრად მუშაობს, ანუ ნებისმიერ რაღაცაზე იდეა, თუნდაც ჯანმრთელობაზე, თუნდაც აი რაზეც გინდა შეგიძლია ამოიხო. ცოტა რთული გასაკეთებელია ოღონდ თვითონ და გიდირებულ ვარიანტში, სადაც სხვა შეუძლია რომ გაუძღვეს, არის აი
ფარველ სულთან შეხვედრა, ან აი spirit guides, რასაც ეძახიან, ან spirit animals, ან რაღაც მოკეთ ცოტა სიმბოლურ ვარიანტში. ცოტა ტრანსულ ვარიანტში გადაგყავს ტვინი, რომ მოიხელთო იქიდან რაღაცა სიმბოლოს წამოღება და მე ეს სიმბოლო შენ გაარჩიო, რას ნიშნავს და როგორ დაგეხმარებ. ეს მედიტაციები ხარად ჩამოთვალე, ჩემი საყვარელი მედიტაციები პრაქტიკაზე დაფუძნებული, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებ. რაც ვიცი რომ მუშაობს არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, თერაპიულ სიტუაციაშიც ვიყენებ. ძალიან საინტერესოა და ძალიან საყვარლობა არის და ამას მე რო დავფიქრდი, გადავწყვიტე რომ ეგენი შემეკრა რა, მე ჩამეწერა. სხვა მედიტაციები არ ვიცი, მართლა ყველაფერზე შეგიძლია გააკეთო, უბრალოდ ახლა მე ჩემი ლოგიკა და შეგრძნება მაგას მეუბნება, რომ აი რაღაცა კონცენტრაციით უნდა დაიწყო და გამოცდილება. და შემდეგ შეგიძლია რაც გიდირებულები, მე უკვე რაზეც შეგიძლია იმაზე გააკეთო. shadow work-იც არის მაგალითად, მაგრამ ეგ უფრო ვფიქრობ, რომ სხვასთან ერთად ჯობს გააკეთო, იმიტომ რომ საკუთარ არაცნობიერს რთულია შეხედოს ადამიანმა მარტო, ძალიან რთულია. როგორც ძია იუნგი იძახდა და ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა, ყველაზე, ანუ შეიძლება შენ წინ ყველაფერი იცოდი, მაგრამ შენ ზურგს ყოველთვის სხვა უკეთესად ხედავს. მოკედა ესენი ახლა რაც ჩამოვთვალე რა, ეს 5 მედიტაცია, ესე იგი mindfulness-ი, ენერგეტიკული ცენტრების დაბალანსება, ფარველ სულთან შეხვედრა, შინაგან ბავშვთან შეხვედრა და რესურსების მომავლიდან წამოღება. ეს ყველაზე ხშირად ვიყენებ, მოკედ ეს შევკარი და ამას ხელმისაწვდომ ფასად, ეხა აგვისტოს ბოლომდე ვაპირებ, რომ იყოს ჯერ კიდე ასე დიდი ფასტაკლებით გავაკეთე ძალიან და მოკედ თქვენს თუ გაინტერესებთ, ლინკს დავდებ გამოწერისას და შეგიძლიათ შეიძინოთ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა თუ თქვენ ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონაც აკეთოთ. Go ahead, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს გიდირებული მედიტაციები არის ქართულ ენაზე, მე მაგალითად უცხოურ ენაზე მიჭირს მოსმენა გიდირებული მედიტაციის, იმიტომ რომ ტრანსულ ვარიანტში რო გადავდივარ მდგომარეობაში, საერთოდ აღარ მესმის არც ინგლისური და არანაირი ენა, ქართული არის ერთ-ერთი რაც მეჭიდება გონებაზე, მაგრამ ხო, მეც გამიკეთებია და მოუკიდებათ რა თქმა უნდა და თქვენს თუ შეგიძლიათ, არავინ არაფერს არ გაძალებთ, არ გეგონოთ რაღაცა ისე, უბრალოდ მინდა რომ აი ვისაც შემცავით და უშოთ ქართული გიდირებული მედიტაცია ჭირდება, იმათთვის იყოს ხელმისაწვდომი. ხო და აგვისტოს მერე უკვე თავისი ნამდვილი ფასი დაიდება და ამიტომ რა ვიცი თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ და იმედია ეს ინფორმაციაც საინტერესო იყო თქვენთვის და მომავალ შეხვედრამდე. Cheers. იმედია ისმის ის მდგომარეობები, თითქმის მდგომარეობები